სარემონტო სამუშაოები თუ რეკონსტრუქცია. Ამ კითხვაზე პასუხისგაცემას გამოძიებამ გვერდი აუარა. Თუმცა გამოძიების მასალებშივე არის აზომვითი ნახაზები და ფოტომასალა, რომელიც ადასტურებს, რომ არტიქსმა რეკონსტრუქცია ჩაატარა. ეს ნახაზები ჩვენ სისხლის სამართლის საქმიდან მოვიპოვეთ და კონსტრუქტორს წარვუდგინეთ. ამ სამუშაოს გვია რეკონსტრუქცია შენობის. ზაურ სილაგაძე 30 წლიანი სტაჟის მქონე კონსტრუქტორია. ბოლო წლებში მისი ზედამხედველობით რამდენიმე ციხე აშენდა. სამუშაოს გაკეთება კოსმეტიკური რემონტი. არა, ეს როგორი კოსმეტიკური რემონტია? ეს არის საფუძვლიანი რეკონსტრუქცია შენობის, ფუნქციის შეცვლა შენობის საერთოდ. კოსმეტიკური რემონტი ქვია რომ შემოვიდა კაცია, გაასუფთავა კედლები, გააკეთა შპალიერი, შეღება და წავიდა. აი ეს მზიდი კედელია მოხსნილი, თამაში ჭირდებოდა კონსტრუქციული ანგარიში და ჭირდებოდა დასაბუთება, რომ ეს შეიძლება რა. ნახაზებში ნათლად ჩანს, რომ რუსთავიურმა მშენებას შენობის რეკონსტრუქცია დაუკვეთა და არა რემონტი. ჩვენ გაჩვენეთ ძველი პროექტი, რომელიც იყო 1967 წელს და გაჩვენეთ შემდეგ ნახაზი როგორი უნდა ყოფილიყო, როგორი უნდა ყოფილიყო რუსთავიური. როცა ამ ორ პროექტს ნახულობ, იმ სამუშაოებს, რაც განხორციელდებოდა ამ ისე რომ რუსთავიურს როგორიც უნდა შენობა ისეთი გამოსულიყო. რა ქვია, კოსმეტიკური რემონტი? არა, ამას ქვია რეკონსტრუქცია საფუძვლიანი მზით კედლებს იღებ, ეს არის რეკონსტრუქცია შენობის. ჩვენ ამ შენობის ორი ნახაზი მოვიპოვეთ. ერთი 1967 წლის თავდაპირველი, ხოლო მეორე რუსთავიურის და არტიქსის მიერ 2008 წელს სამუშაოების დაწყებისას მომზადებული. 1967 წლის ნახაზზე ჩანს, რომ შენობის პირველ სართულზე არსებობდა 40 სანტიმეტრის სისქის დიაფრაგმა, ანუ მზიდი კედელი. რუსთავიურის დაკვეთით მომზადებულ ნახაზზე კი მზიდი კედელი აღარ არის. მის ნაცვლად რამდენიმე სვეტიღაა დარჩენილი. ნახაზი დასტურდება, რომ შენობის პირველ სართულზე რუსთავიურის თავიდანვე სტუდიების და ეგრეთ წოდებული ნიუსრუმის მოწყობა ჰქონდა დაგეგმილი, რისთვისაც სივრცე ჭირდებოდა. ეს ნახაზი, რომ არტიქსმა რუსთავიურთან შეთანხმებით მოამზადა, ამას არტიქსის არქიტექტორი ჩვენებაში ადასტურებს. არქიტექტორი ჩვენთან საუბარშიც აცხადებს, რომ დიაფრაგმის, ანუ მზიდი კედლის მოშლა რუსთავიურის გადაწყვეტილებით მოხდა. ვინ გადაწყვიტა, რომ დიაფრაგმა უნდა მოხსნილიყო? თქვენ თუ რუსთავიურმა მოითხოვა? ერთად გადავწყვეტ, როგორც რუსთავიურმა, ისე მე რაც რუსთავიურმა მოითხოვა, მეც ის გავაკეთე. ანუ დიაფრაგმის კედლის, მზიდი კედლის მოხსნა რუსთავიურმა მოითხოვა? იმის მიხედვით, რაც იყო მოთხოვნები, იმის მიხედვით შემუშავდა ეს პროექტი. რა თქმა უნდა, მეც მგერ მოვიგონე. მშენებელმა ფირმამ ამ ნახაზის საფუძველზე მზიდი კედელი მართლაც მოხსნა და მის ნაცვლად რამდენიმე სვეტი მოაწყო, რასაც საქმეში არსებული ფოტომასალაც ადასტურებს. ეს ფოტოები მშენებელმა გვასალიამ სამუშაოების შესრულების დროს გადაიღო, ხოლო ჩამონგრევის შემდეგ გამოძიებას წარუდგინა. ჩვენს მიერ მოპოვებულ ფოტომასალაში ნათლად ჩანს, რომ მოხსნილია მზიდი კედელი და მის ნაცვლად გამაგრებულია რამდენიმე სვეტი, რასაც გვასალია საკუთარი ხელმოწერითაც ადასტურებს. ჩემი აზრით ეს კონსტრუქტორის აზრით სვეტებმა ზედა 4 სართულის დაწოლას ვერ გაუძლეს და შენობა ჩამოინგრა. თუ პროექტი იარსებებდა წესიერი, სადაც გაწერილი იქნებოდა რა როდის უნდა გაეკეთება? არაფერიც არ მოხდებოდა აბსოლუტურად თუ იმის მიხედვით გავაკეთებდით რა, სამუშაოთა წარმოების პროექტის მიხედვით და აი კონსტრუქტორის ვერ გაკეთებული ნახაზების მიხედვით თუ გავაკეთებდით, არაფერიც არ მოხდებოდა. სამუშაოები, რაც არტიქსმა აწარმოა, ექსპერტების თქმით რეკონსტრუქცია და არა რემონტი, რასაც კანონით შესაბამისი ნებართვა სჭირდება. რეკონსტრუქციის ნებართვას არქიტექტურის სამსახური გასცემს. რეკონსტრუქციამდე შენობის მაკეტის კომპიუტერული დამუშავება ხდება. სარეკონსტრუქციო შენობის დეტალური გამოკვლევა საჭირო. ამის შემდეგ ხდება მისი მოდელის შეყვანა კომპიუტერში, არსებული სიტუაციის, ხდება აი რეკონსტრუქციის გათვალისწინებით იმ ცვლილებების შეტანა, ანუ გაანგარიშების შედეგების მიხედვით ხდება რეკონსტრუქციის პროექტის დამუშავება. აუცილებლად უნდა არსებობდეს კონსტრუქციული ნახაზები და შესაბამისი ანგარიშები, რომელსაც უნდა კონდეს ექსპერტიზა გავლილი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ. ხსნით მზით კედელს პირველ სართულზე, რომლის ზემოთაც არის 3-4 სართული. ეს დატვირთვები ყველა გადმოეცემოდა ამ პირველ სართულს, ხო? მშენებელს არ უნდა დაეწყო ისე. და დამკვეთი იყო ვალდებული, რომ პროექტი მიეწოდებიან მშენებლისთვის. კანონით რეკონსტრუქციის მსგავსად ნებართვა ჭირდება დემონტაჟსაც. თუმცა არტიქსმა სანდროეულის ქუჩაზე ადმინისტრაციულ შენობაზე მიშენებული ორსართულიანი შენობის დემონტაჟი ისე განახორციელა, ნებართვა არ ქონია, რაც კიდევ ერთი კანონდარღვევაა. ორსართულიანი შენობის დემონტაჟის ფაქტი სახელმწიფო ექსპერტიზის დასკვნით, საბრალდებო დასკვნით და მოწმეთა ჩვენებებითაა დადასტურებული. გამოძიების მასალებში დევს მერიის არქიტექტურის სამსახურის წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ ორსართულიანი შენობის დემონტაჟის ნებართვა გაცემული არ იყო.
მაგრამ სამართალდამცავებს უნებართვო დემონტაჟის ფაქტზე გამოძიება არ უწარმოებიათ და არც დამნაშავე უძებნიათ. რეკონსტრუქციასა და დემონტაჟს რომ ნებართვა სჭირდება, ამას თბილისის მერიაშიც ადასტურებენ. მერიის კონსულტანტთა ჯგუფი ნებისმიერ მსურველს უხსნის, რა საბუთებია საჭირო ნებართვის მისაღებად. კონსულტაციაზე ჩვენც მივედით. მე გავუმაგზავნა ერთ-ერთმა შეფასებამ, რომელმაც იგი და კონკრეტული ტერიტორია, სადაც არის ორი ნაგებობა. აპირებს რომ ერთი ორსართულიანი ნაგებობის დემონტაჟი განახორციელოს და მეორე ნაგებობაში უნდა გამოჭრას მთავარ კედელში კარები, რომ კონდეს სხვა მხრიდან შესასვლელი. აი ამას ნებართვა ჭირდება რაიმე თუ არ ჭირდება. ორივე შემთხვევაში რომ მერიაში გვითხრეს, რომ მზით კედელში ფანჯრის ამოსაჭრელადაც კი ნებართვაა საჭირო. ახალი ფანჯრის გაჭრა ნებართვა ჭირდება. პატარა ზომის ფანჯრაც რო იყო.